დღეს თამაშობს თამაშს, რომელსაც ქვია ტყუილების ყუთი. სულ გვაქვს 9 იდუმალი ყუთი, სადაც მოთავსებულია ისეთი ნივთები, რომელიც არავის არასდროს უნახავს. ბიჭებო, მე ხო სიცრუეს არასდროს არ ვამბობ. ბასეინი ან წყლის საცავი. ჩემი აზრით ტყულია ვინ. მაგის მე მგონია პირიქით. მინდი მაშინ გადაეცი. თამაში არის 5 ფულამდე და გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარს. დღეს შაყირნოი გადაცემა გვექნება გუგა როგორც ვატყობთ, იმიტომ რომ არა ნაკლებ მოხუმარე და კარგი იუმორის მქონე ადამიანები გყავს სტუმრად. ლაშა და ლუკა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან და იმედია დღეს მაინც არ წავასხავთ როგორც ხდება ხოლმე სტაბილურად. აი, ანუ წაგება ტრადიცია ყოფილა. დაიწყებ თუ დავიწყებ? დაგითმობთ მასპინძლებს. როგორც პირველი ნომრები ყველაფერში, მოდი ორიანით დავიწყოთ. რა კომიკურია ეს. Cringex. აი ეს მოდი ორიანი იყოს. აქ სინძ რა სუბუქათ ავიტაცე ჰაერში. აერონაცია მოგაქვს. ყველაფერს უნდა თან არც მოძრაობს შიგნით არაფერი. ხა ყუთიც ხომ ძიმეა. დადების ხმა თავის სიტყვას იტყვის. დადო უკვე. დადო. ვერაფერი ვერ დგა. არაფერი არ მოგწ. ოი მამაჩკი. გამოიღებ თუ გამოგიღო. შეწუხდები, ჩემით გამოვიღე. რაღაცა სანამ ახსნა დაიწყება დრო გადის და რატო გადის ესეთ რომ რამეს ხო არ ფიქრობ. ახლა ზალით შეგიძლიათ იმ რა ლივლივებს მაგიდაზე რას ფიქრობთ? ბიჭებო, რახან თქვენ დღეს პირველად ხარ ჩვენთან სტუმრად, დავიწყებთ სიმართლით. და აგიხსნით აქ რაც ნამდვილად არის. ეს არის. ერთი წუთით ეხლა მე გამაგრძელო? შენ რო გაგრძელო. რადგან მე აქ ვხედავ მინდორის კომპოზიციას, ფეხბურთის მოედნის, სადაც არის ბურთი განთავსებული. ამ ბურთთან მახლობლად დგას მოთამაშე, რომელიც ესე გამოიყურება. ნატურის ტანი აქვს, ნატურა არის ამოტრიალებული და ტანი არის გამოყვანილი, ფეხები აქვს თოჯინის, ხელები აქვს თოჯინის. დავამატებ ხარზე აქვს სტატუ და აწერია ძუძუ. აწერია ძუძუ, ხო? ჩვენ სახეებზე ვერაფერს ვერ ამოვიდა. რამე კითხვა თუ ნატურა ხო არა ნატურა? ვატი ხო არ გითხრათ ვატობა. ნატურა ნამდვილად ანანათებს, იმიტომ რომ არანაირი დენის კარგი, მაშინ რა ვქნათ, იცი, ვატობა აწერია? რო შევამოწმოთ რა. ძალიან წვრილად აწერია. მაგრამ ხო ხედავთ. კი, თუ ვატობა აწერია, 3-მდე რო დავითვლი და ერთად რო თქვა ვატი რამდენია. საერთოდ მაგარი მოიბიგე. აღარ დარავიოთ. ხო, რა თქმა უნდა. აი 60 თქვა სანთულაზე, ანუ? კარგი, მაშინ. დათვალე. აზრი აღარ არა, დათვალე. 1 2 3 60. გაგიმარჯვოთ ღმერთმა. არ მჯერა. ამა ფიორის არ მჯერა. აფიქსირებთ? 100%. თავშივე აღნიშნა, რომ სიმართლეს ვამბობთ თუნი. ჩვენ თავშივე არ დავიჯერე. აი ამ ბალახს შევიცურებ ხელში მაშინ. მოვითავსებ ხელზე და უცებ გაჩვენებთ. არის თუ არა ეს ნატურის გაგაკეთებული 60-იანი. ეს არ იქნება 60-იანი. ჩვენგან? ეს არ არის 60-იანი. ნამდვილად. მე თვითონ ელექტრიკი ვარ. მეგობრებო, ერთი ფლოს გიგებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი. ჩვენი არჩევანია, ჩვენ ვიჩერთ პირველს. შენ განდო. მესამე ერთი, მესამე. ყველაზე ძნელი. შენ განდობ მესამე ერთში. აი, პირველი იყოს. მაგარი მძიმე. ბეტონის მასას წააგავს. ხო არ მოგეხმარო? არა. იქნებ გუნდელის დახმარება გირჩევნია? ხო, ნელა უნდა დავწოთ ეს. ნელა. ძალიან რთული იქნება. ბიჭო რთულია, ხო? იმენა აფერისტები არიან. მაგოთ. რა იყო? რაღაცა აო, აჟღარუნდა თო, ჟღარუნი რას გეუბნება? ამას უეჭველი გამოიცნობენ. არსებობს ისეთი გარემოებები, რომლის მიხედვითაც აუცილებლად გამოიცნობთ. მაშინ მოიტყუეთ და ვერ თუ გამოვიდეთ. შეგვიძლია გადავდოთ, ხო თუ არა? კი ბატონო. ამ ხელა ყუთიდან ყუთზე დიდი ნივთი როგორ ამოვიდა მე ეგ არ ვიცი. აი მოსმინეთ.
ვერ იწყებენ ბიჭები. ჯერ შოქში ხარ დებენ ერთი წუთი. ჯერ კიდევ შოქში ესე არის. ბალერინა ხო არა ერთ ფეხს. ეს ვინ შექმნაო ამაზე ფიქრობ? საუკეთესო ნივთის ავტორების დაჯილდოვება უნდა იყოს. და ეგ ნივთი რომელზე გავიდები. ეს ნივთი მოკლედ. ვაი, არც ერთზე არ გამეცინებოდა და იცოდა რომ სხვა რაღაც უნდა დაეწყო. მე დავიწყო თუ ლაშამ. როგორც გინდათ. მე გაგაგრძელებინებთ შემდეგს. კაი, ლაშამ რახან დაიწყო. ლაშამ დაიწყო. რადგან არსებობს ის გარემოებები, რისი მიხედვითაც გამოცნობა შეიძლება გაგიმარტივდეს, პირდაპირ გეტყვით სიმართლეს. არის ესეთი ნესვის ჯამი. გავს ქოთანს, მაგრამ შიგნით არის მოთავსებული ახალგაზრდა სასამთრო. ეს ახალგაზრდა სასამთრო არის სავსე რო გააგრძელოს. სავსე არის მიწით. თუ ტორფით. ტორფია. ტორფია. ნოყიერი ტორფია და პერლიტი. 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 ეს სპეციალურად გვაბნევენ, რომ ითო აი კონკრეტულად. არა. და სხვათა შორის ამ მიწაზე ხარობს არა, მე უნდა შენ აგაი, გაგზო. ხარობს სცენარეები. რომელი? ფალოსები. ფალოსი სცენარეები და არის კიდევ ადამიანი რწყავს. წყავს ამ ფალოსებს, ხო? და კი. დადის ირგვლივ. რისი ფაქტურის არის? ანუ რა მასალისგან შედგება ეს დილდო თვითონ? ესე სცენარეული. შეხედვით ვერ თუ არ შევეხე ვერ შეხებას არ აპირებ. შეხებას არ ვაპირებ და მაგრამ შემიძლია გითხრათ ფერები რა, სხვადასხვა ფერია. ფალოსები ის? ხო. კი ბატონო. ნაირფერია. ნაირფერი. ნაირფერი ფალოსები არის დათესილი ტორფში, რომელიც ეს ტორფი დევს საზამთროში და ეს საზამთრო დევს ნესვში. რა უქნა გამოგვიწვი. ბიჭო, ძალიან დამაჯერებლად სწრაფად ახსნეს რა. ბიჭო, ანუ და ნახე ერთი რას ვფიქრობ, იცი, ფალოსებს ეს ხო რაღაც ჩვენთან მოერწო და მორიდებულად იქნებოდნენ. ვითომ? პირველი ახსნა, ჯერ გახსნაც უნდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის მაქვს მე რა. რა. ის გამოციმართლეა. რა. მე ნესვის სუნი მკლავს. მართლა? აი ნესვის სუნი მიტყავს აი აქ აი. ესე იგი არჩევანშიც არ გავუმართლა. ანუ სანამ ნესვს ახსენებდნენ, თუ ნესვია თქო, თუ რა სუნია თქო. მართლა. ნესვია. აი გენდობი რა, მეც ვფიქრობ, რომ გენდობია ნესვის სუნზე გენდობი მეც. ანუ გჯერა. რაღაცა ნესვის სუნზე ინდობი შენ. ნესვის სუნს გავყვეთ რა. არგინა, შენ ეს კომპოზიცია მართლა რას მეტა გაქვს? არ იყოს. მე მაგრამიდა რომ მოუტყო. არის რა, იყოს აქ ცხენია. პენისის საწრუპებია, შეგიძლია ეგრე გაატარო. ეს არის პენისის საწრუპები. მეგობრებო, სამწუხარო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის 2:0 აგებს ამ ეტაპისთვის, რაც გაშორებთ 1000 ლართან. ამნაირი პონტი დაგვემართა. რა ურჩეთ? წელი მტკივა ცოტა მაწუხებს და კანე 7-იანს. აი ეს მართლა ესეთი. კი ბატონო. ნესვი მძიმე. ვაში. ჩატე კენთი ვაფშე არ დაიჯი. ამას ისუთი ხმად რამე ის არ იყოს კიდე. გამომწერების ტური. გამოიცანით ამ ნივთის შესახებ. იტყუებიან თუ სიმართლეს ამბობენ. Oh my Kindergarten. კი ბატონო. მოკლედ, ძალიან თემატურ კომპოზიციას ხედავ რა. ნავში სხედხართ თქვენ, რიბაკი ბიჭები ეგრეთ წოდებული, სადაც ანკესები არის გადაგდებული ზღვაში, ანუ ზღვის იმიტაციაა და ნავი. იატაკი არის ზღვის იმიტაციის ცისფერი, DSP თუ რაღაცა თხელი დასადები და ანკესების კაუჭები არის, ანუ ძუაზე არის. ნამდვილი ძუა და ნამდვილი კაუჭი. ხო, ანკესი არ არის ნამდვილი, იმიტომ პატარა ჯოხუკები არის ეგრეთ წოდებული და წამოცმული არის ჩვენი თაუკების ფოტოები რა. თქვენ შესაბამისად თქვენ ნამდვილი ხართ აწყობილი, ანუ თქვენი ბარბი არა, პლასმასის სათამაშოები ხართ. თქვენ და თავები გაქვთ თქვენი. ანუ ჩვენ ორივე ვთევზავთ და თქვენი თავებია. ჩემ ანკესზე რომლის თავია? ამას თორნიკე მოიფიქრებს და ერთ-ერთს იმედია იტყვის. შენ ანკესზე ვარ მე, ლუკას ანკესზეა გუგა. მე პირიქით ვხედავ აქედან. ხუმრობ. მეც იგივეს ხედავ. ხუმრობ ხო თქვენ? ანუ მე როგორ გავიგე ხა რიბაკმა ბიჭებმა დაიჭირეს სანგრიმენის ბიჭები? გამოიჭირეს და მოუგეს 1000 ლარი. ესეთ რაღაცას? გჯერა? ისე ამათაც სწრაფად ახსნეს და რას უნდა ნიშნავდეს? რას უნდა ნიშნავდეს?
ნეტა რა უნდა იყო? სიმართლეს ხო არა? ჩემი აზრით ხო, სიმართლე. ჯერა. გჯერაში? ჯერა. ანუ ეს საერთო გადაწყვეტილება. ხო და შენ რა ვიცი, მე ვამბობ რომ მე მჯერა და შენ თუ გჯერა, მაშინ მე არ მჯერა. შენ არ გჯერა, არც მე არ მჯერა. უსაიდან და კამბეკის. თუ დაუკამბეკეთ. არის. საბოლოო ჯერა? არ მჯერა. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, სიმართლეა თუ ტყუილი. ტყუილია, ბლეფია. საიდან შეატრიალეს? ბიჭო, არა და იდეალურად ავხსენიოთ. აი, წეპოსუნმა გადაფარა სტაფილოსუნ, თორე ჩვენს ქონდა შანსი. მაგარი დაძვრენა იყო. სადღაც არა, მე მეგონა გადაწყვეტილი იყო სამი. დაიბრუნეთ თქვენი ნივთი, ჩვენი ქულის მომდანი ნივთი. დან არის ქარქაშში, სტაფილოს ქარქაშში. არა, ქარქაში, სტაფილოს დანა. სტაფილოს დანა. აი ხო რაღაცა ყავობა. ნუ ყობა ხო, ნუ დავაძინე. შემდეგი. კარგია, მოკლედ პირველი ქულვა მოიპოვეს მეთევზე ბიჭებმა და შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ და მოიგოთ კიდევაც 1000 ლარი. რა თქმა უნდა, 6 ფიქრის არ ჭირდება. 6. რატო არ ჭირდება რო გითხრა ეგეც მაგრამ. იმიტომ რომ 6 ხო ნახეთ მეცია. ჩვენ ხო ვიცით. 6 თავისთავად ბლეფია, მართალია. ბევრი რამე იმალება 6-ში. მეგობრებო, შეიძლება კი არა და ინტერნეტ სივრციდან ძალიან ადვილი ჩანს, მაგრამ ტყუილი არის ძალიან რთული. სიმართლე უფრო ადვილია, მაგრამ ადვილად წასაკითხია ოპონენტის მხრიდან. ანუ მოტყუება უფრო რთულია. შესაბამისად, არ ვიცი, რომელი ჯობია მოიტყუო თუ სიმართლე. შუქში არის დისკო. სერია. ნელაო არ ჩამოინგრეს ისედაც ფურთხით არის დაწებებული. მაიცა გამოვიტან. მიმიშვი. აბიებთ ახსნას? კი, ჯერ უნდა გამოვიტანოთ. შეისწავლეთ თუ გინდათ ნივთი. თავისებური გამოყვანა უნდა. კი. უბრალოდ გამოპარკინგება. მანქანა. იქ არ გაწიო. ხედავს ის. არა, ვერ ვერ ხედავთ. კი. აიცა ხმა არაფერს არ მეუბნება, იმიტომ რომ ნული ხმა ის. უჩუმრად გააკეთეს. დავიწყებ ახსნას. აუცილებლად. მწვანე ფერის კაბრიოლეტი ავტობუსი და არის 1 2 3 4 5 6 7 8 9 ადგილი, 9 დასაჯდომიანი. არა, 10 დასაჯდომიანი. 10 სად დაინახა მე 10 დასაჯდომიანი. და ყველა სკამზე არის გადანაწილებული ფალოსები არის. იუთუბერები. სხვათაშორის შენც ხარ. ვა. შენც ხარ. მეც. კი. ჩვენ არ ვართ. და რამე მიდის თუ მეტი არაფერი არ მიდის და მოდის. კი. და ამ ავტობუსს აქვს ვარსკვლავი და იუთუბერებს აწერიათ რიცხვები ალბათ გამომწერების. ალბათ. ანუ 387,000 და თქვენ 300 გაწერიათ ალბათ მაგიტო? 300,000? ხო, რატო არ გაწერიათ 400? არ დაამგვალეთ? გამომწერე. არა, 400 ძალიან მალევე მოხდებოდა თვალში და ეგრევე იტყოდნენ რა. როგორ შეიძლება ეს ბოლოს შეამჩა ამხელა ციფრები. 400 იმიტომ რომ ყველას არ აწერია. 400-იც აწერია. მე ესე გეტყვი რა. 400-იც. 400 და კითხვის ნიშანი აწერია. 400-თან. ბიჭო, აბა რაო? რა ხდება? აბარაო. რა ხდებაო? ეს არის 400-ი კი არა. ეს არის მტყვარი ტყუილი თუ. მეც ეგრევე. ხო. მანქანაში საჭმელები ძდებს, ეხლა გამახსენდა. ხო. ეხლა შევამჩნიე. თავის დაგეგმილია. ანუ ეს ნივთი დაიმახსოვრე და ეხლა გაიხსენე, ხო? ანუ ერთხელ არა, ეხლა შევამჩნიე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი აქვს. წარმოიდგინე ავტობუსი 10 სკამი 10-ვეში ვიღაც იუთუბერი. მოდი ამას ჩემ თავზე. დავაი ბაზარი არა. ეს არის კნარისიც რო ხო? ტყვარი ტყუილი. კი ბატონო. კნარი ხო? ტყვარი. ზალმალ გუგო. არა, ავტობუსი ნახდათ არ არის. ავტობუსი არ არის. ნახევრად მოგვატყუა. ნახევრად მოგატყუეთ ხო? ესე იგი აქ რა იყო ხ რეალურად მე მივხვდი. ამაზე. მეც მივხვდი. იცოდით თქვენო. ანუ სპეციალ ვიდეოების ის გვაქვს და 400,000-ზე რა მოხდებაო. ვისარგებლებ შემთხვევით და მართლა ძალიან თემატური არის, იმიტომ ძალიან მალე გვეყოლება 400,000 გამომწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც საინტერესო უნდა შემოგთავაზოთ და ეს რაღაც საინტერესო მართლა ყველაზე საინტერესო იქნება, რაც სპეციალების ისტორიაში აგრიმენტს გაუკეთებია. ძალიან კარგი. ნახოთ. ვეცდებით ყველანაირად რომ წარმატებები. არ გაგიცხროთ იმედები რა. თან ტრიალებს უყურე. აუ ეს უნდა გექნათ. აუ მე მინდა და მეთქვა ახალ წელს ხედავ მე. ავტობუსი მიდის და მაგის ხმა უნდა. ეს არის ჰორორის
მუსიკა ჩვეულებრივი. 3-1 ანგარიში ჩვენი ახსნის დრო არის და მოდი მე აგიხსნით ახლა სიმართლეს. გუგა ავირჩიოთ 8 ნომერი. შენი დაბადების დღის თარიღი. ხათა შორის. კილოცად. ეხარი. ვაიმე ეს რა არის ღმერთო. მე მოიცა დამშვი. შემიძლია უკვე ავხსნა. აჟიტირებული ვარ, იმიტომ რომ გამზადებული მაქვს კაის ფიჩი. მიდი აბა. ხედავთ როგორი ხახუნის ძალაა. მეგობრებო, თუ გინახავთ რეკლამა, სადაც მონაწილეობს ვანდამი ტრაილერს. 2 ავტობუსზე, ამ შემთხვევაში ავტობუსია, ტრაილერებზე იყო როგორც მახსოვს რეალური რეკლამა. შპაგატში გაჭიმული შპაგატი. მოყვება ამ ორ პარალელურად მოძრავ დიდ მანქანას. სწორედ ეს გზა და ეს ტრანსპორტი არის ჩვენ თავარ როლში. სარკეებზე, ავტობუსის სარკეებზე, ქუსლებ დადებული, შპაგატ გაშლილი, მოდის ქუსლებ დადებული. და ამ კომპოზიციას ხედავთ. პლუს ამას გვაქვს აკრძალვის ნიშანი, რომელიც ანიშნებს უკაცრავად ვერ ხვდები მართლა. ზუსტად იმ პოზას კძალავს. ხო, ანუ თითქოს ის ნიშანი არის. შპაგატი აკრძალულიას ნიშანია? შპაგატი აკრძალულია და ვანდამი არ ღვევს ამ კანონს, ანუ შპაგატი იჯდება ავტობუსში. დიდ ჯარიმასაც დაიმსახურებს სავარაუდოდ. რა ფერია მაშინ ავტობუსების სამთლაზე თქვით ერთი? ნახე, არის შეიძლება ასე. რატომ ვთქვა. შეიძლება ეხა კითხვა, ჩოლები ხო შეიძლება? ბატონო. თუ არ შეიძლება? არა, ტყუილი იქნება, რა მნიშვნელობა? მაინც ანიშნა რაღაც. 1 2 3 თეთრი. ორივე ორი თეთრი. იდენტური ავტობუსი. თეთრი ხო ორივე ესე იგი. განსხვავებას ვერ იმ რაღაც ფერები არის შერეული. შენი აზრით? ეხა უყურე მე რას ფიქრობ. თავიდან მეგონა არარეალური, მაგრამ შპაგატი რო თქვა და მე ნიშანით დგასო ზუსტად ისეთიო თან ამან რო რეპლიკა გაუკეთა რა, აი ნახე შპაგატი როა ზუსტად ისეთი ნიშანი დგასო, მე უკვე თითქოს დამაჯერებელი იყო რომ მართლა იდგა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით არის მარცვალი. სიმართლის მარცვალი და ჯერა ჩემი აზრით. მე არ ვიცი, მე ვერ გეტყვი. შენ რო თქვი არ მჯერაო, მე მჯერავ თქვი მაშინ და რა ხან არ მჯერა თქვი, მეც არ მჯერავ თქვი და ხო შეიძლება ეხა გამომყვე. ჯერა. ავიღო პასუხის კი. ჯერა ხო? ჯერა. 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 მაგრამ მიდი მაშინ გადაეცი გუფთის წვნიანი. გუფთის წვნიანი გიყვართ ბიჭებო? ხო თქვი ჩემს. სულ თითქოს უკვე წარწყმები ორი კამბექი დაგვიდეს. სერიოზული არჩეული ხელი იყო. მე ესეთ მაგარს ვერ წარმოვიდგენდი. ის ვიდეო აღმიდგა თვალზე. სხვათა შორის ისევ კამბექი და ისევ ჩვენს წინააღმდეგ. აი ესეთი ჩანართები აქვს თქოს რა. შეგიძლიათ ახსნათ შემდეგი 5? 3 ულაპარაკოთ 3. რატომ აღარ ვიკითხავ? აზრი არა აქვს. მარც არ უნდა. არა. აუტანელი სიმსუქი. მოდი რა, გიხვეწები. თავიდანვე ლუკა მაგვიხსნას თავიდან ბოლომდე ახლა. მე ხო? წავიდა. ой, სხვათა შორის ლუკას დაწყებული ახსნა. არ მინახავს, მაგიტომ მოვითხოვე, გაიე. ოფლის წვეთი თუ დაინახე, ეს თავზე ნიშნავს? ესე იგი ნერვიულობა შემოვიდა. თავის თავზე ვაღებინებ ამ ხელას იცრუეს, ახლა ძალიან გაუჭი. მე მგონი იმ ხელა წმეხი წავიდა ახლა რომ უკვე სიმართლე უწევს. მოიცადე. აუცილებლად უნდა გამოვიდეს ეს აქედან. ეს ამას ასე აქ ვერ დავტოვებ. არა და როგორ უხდება? მაგრამ ხო, მაგრამ დოზდება. მაგას ფაჩუნი გავიგე ზაზუნის. ზაზუნის ხო? კომპიუტერია. всё? არა. შევალ ახლა კომპიუტერში. ეხა ფილიალს ბოსტონის ახსენი ახსენი. და არის ნახატები. გიასურამელაშვილია 1. მეორე არის ზალიკო ბერგერი კაი მოფიქრება. და არის გიას ტუფლები. იასტუფლები. კიდევ არის ნახატები. მაშინ გითხეს ლაშა. მაგრამ თავიდან იყო ნათქვამი რომ ბოლომდე ლუკამ უნდა რავი. ახსენი ლუკა, კი ბატონო. რავი. რავი. კომპიუტერი გაგახსნილი, ხა შენ მუშაობ და მონიტორზე არის გამოსახული ეს ნახატები. ჩართულია თუ მიწეპებულია ეგ ფოტოები? ჩართული. არ ვჯერა.
კაი, კიდე აქვს კლავიატურა ეგ ის ვიცით ამ ლეპტოპს. შეიძლება ის კნოპკები აღარ ჩამოთვალო, რაც რაც არის, ხო? ღილაკები ვიცით. მე ვფიქრობ, რომ იზია რა. ო, სიცრუე. იზი სიცრუე ჯერჯერობით და აი 5-ია. რასაც დავამატებ. კომპოზიცია ვერ შევკარე მე ჩემ თვიში. ხო, შესაბამისად კნარი. არა, ეს არის კნარი ბიჭო. კნარი. არა, ეს არის სიმართლე. კომპიუტერი. შექმნილია გიას ულამაშვილის YouTube არხი. მე ნამდვილი მეგონა და არა. კერძის ეპილაცია 24 საათი. აი ესე წაგეკითხებ. უნდა წამეკითხა, ხო? კიდე გაიწევიკითხო, თორე წამოვაკრანტალებდი და მე ძვირფასეულობა 52.500 ან ჩვენი კონტენტის გაუკეთებია. სხვათა შორის არ არის ძვირდიდია, ბატონგია, თუ შემერა. ქავერიც იდეალურია. ჩვენი ბრალია რომ ბოლომდე არ ვაცოდეთ ახლა. არ ვაცოდეთ კი თვითონ არ გითხრეს რა. არა, ჩვენ ნელ-ნელა ხსნიდით და თქვენ ეგეც არის ხო, ჩაგეჩერი. სხვათა შორის 3-3 გახდა გუგა და ძალიან გვეძრის ვატყო, არა. სხვათა შორის 3-3-ია უკვე ანგარიში და ძალიან დაიძაბა და ვატყობ რომ 1000 ლარი კიდე გაგძურება. და სანამ ავირჩევთ მე-7 ყუთს, მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს. პირველ რიგში გამოვიწეროთ ღამის სარდაფის არხი და შემდეგ ვიწერთ ჰანგრიმენის არხს. ეს ყოველთვის ეს პირველ რიგში სტუმარი მასპინძელი. ამიტომაც არის ეს იბათ. კი. ამასობაში ჩვენც 400.000 უგაგუნებთ. როგორც კაკო. აი ეს დიახ. ამიტომ ახლა ჩვენ ავირჩევთ სწორედ ამიტომ 4 ნომერს. 4 ნომერს ავირჩევთ, 4 ნომერს ცოტა უჩვეულოდ მძიმე ფაილია. ფაილი. ვინ დაიწყოს? გუგამ შემოგთავაზოთ, კიდათ? იმიტომ რომ მე შემილია ყოველთვის ხო იცით ნებისმიერ ტყუილის გენერირება. ნელა. ჩემი აზრით მძიმე სულაც არის. აუ რა, ეს ასავთ ვერ გავიგე. რა ხდება? თორნიკემ თქოს. თორნიკემ თქოს პირდაპირ. დაიწყო? ბიჭებო, მე ხო ის სიცრუეს არასდროს არ ვამბობ და პირდაპირ გადავალ სიმართლეს. ახალგაზრდა საზამთრო გადაჭრილი, რომლისგანაც მიღებულია ბასეინი. ბასეინი ან წყლის საცავი, სადაც დიდი წყალი არის და შიგნით ჩანს როგორ დაცურავენ თევზები, ძალიან კამკამა წყალი არის. ანუ ეს ფოტოთი არის შექმნილი, კი. ფოტოთი როგორ არის შექმნილი? წყალი და თევზები, კი, ანუ ეს ჩაფენილია, რომ თითქოს შიგნით ცურავენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხედავ ლუკას ანკესით. როგორ თევზა? ლუკა ხალხმა არ იცის ხო იცი? ნუ ერთ-ერთ რიბაქს თქვენან. გაიხარეთ. თევზაობს ანკესით, თუმცა ამ შემთხვევაში არც ზუარ, არც კაუჩი, უბრალოდ ანკესი გიჭირავს. მეორე მხარეს ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს შენ წესით, მაგრამ უფრო ამსგავსებ კოსტას. ჩვენს კოსტას. ხო? შენს კოსტას მიუსგავს. კოსტოს გავს. და ამ საზამთროზე ეს ხო მაღალია საზამთრო. საზამთროზე რო ახვიდე, კიბე გჭირდება, ამიტომ კიბი აქვს მიდგმული და იქიდან კიბეც არის ჩაშენებული ამ საზამთროზე. რო ახვიდე ამ საზამთროზე. ჩემი აზრით მტკნარი. არა, მოიცა ლუკა. აიცა ლუკა ნუჩქარო. ჩემი აზრით ტყულია ვინ. ის მე მგონია პირიქით. პირიქით ტყული? არა. ყველი პირიქით ერთ რაღაცა, როცა ესე აზრები ეყოფათ, ყოველთვის მართალს არჩევენ. ჯერჯერობით ასეა. ნახოთ ახლა რა იქნება. ოკეი, სტატისტიკაა თუ კი? იმყოს სტატისტიკა. სიმართლეა, სიმართლე. რატო? ჩემი აზრით, როგორც კი ახსნა დაიწყო, ეგრევე უნდა რომ ტყუილი ყოფილიყო ეს ყველა. აიგე. ამიტომ სიმართლეა. როგორ? ჩვენ მაინც არაფერს არ ვკარგავთ. მაინც betlive.com-ი გასცემს ახლა. სიმართლეა. სიმართლეა. მე გეუბნებოდით. არა, ეს უკვე თქვენი პრობლემა არის. ეს რომელი ხართ გაფიცებ? მეორე. ყველაშია გაპარსული ადამიანს და არ გავს. კოსტა არ არის. ეს რა სახე მაგის მე ვარ. მეც ასეთი მქონდა. თავიდან რო დაიწყო ლაპარაკი, მეო ტყუილს არ გეტყვით ყველაზე ხარ და მართლა ტიპმა, ანუ ის მართლა თქვა ეს რომ აი ეგეთი გულიანი მასტი არის თორნიკეს ზოგადად ცხოვრებაში. რატო ვიფიქრე იცი სიმართლე რო იყო წინა მატერიალი რაღაც საზამთროთი ხო იყო გაკეთებული და უეჭველი გაჭირდა და მე ვთქვა არ გადააგდეს და რაღაცაში გამოიყენეს მეთქი რა. აი ეგეთი შენახული კარე ხალხი ვარ. დაენანებოდა თო. არა, ლუკა 9 გავხსნათ ხო? არა. 5 რატო 5-ოსანი იყავი სკოლაში? ნახე. მოდი.
ყუთს ეცინებათ, ანუ ლეპტოპში არ იყო იმ საქმე. მე მგონი ყუთი არც იყო გახსნილი, რომ იცინეს, ხო იცი? ანუ აქ შეიძლება იყოს ეხ ჩოლები. საყვარელია და ეს ცოტა დაბლა დაუძი. ეს დაუხარე. რა უნდა აქ დასაწევი? მე მოყავთ ცხოველი. აუ რა გადაადგილდა ბიუსტი. რაღაც დაათრე მაქვს. ჯერ არ ვიცი. ტყუილიათ მართალი ჯერ არ ვიცი. ნელა. თუნდა ხვალ ჩავწეროთ. არა, რომელმა უნდა ახსნა. რომელიც გისიამოვნებოდ. რომელიც თვით თავში. შენ გესიამოვნებოდა ეს ლუკა. ვინ უკეთ მოიტყუება? უკეთ იტყუება ხო ალბათ. ქოთანი არის. სუკოთნებია თუ ხდება. არა, ეს ნამდვილი ქოთანი არა, ეს არ არის ახალგაზრდა საზამთრო. ეს არ არის არც ნესვი. აი, მოსმინეთ ყველა დეტალი. ეს არის ქოთანი პლასტმასის ქოთანი. კი, შემდეგ. შიგნით არის პიურე ალბათ. ასე ნამდვილი თუ ო, ნამდვილი. კარტოფილის პიურე. ცივი ოღონდ. და შიგნით ამ პიურეში ამოსულია კაქტუსი. ბიჭო, შემდეგ შემდეგ კაქტუსი რა ფერია? ალბათ გამიჩნდა ივა კითხვა, გამიჩნდა კი და ფერადია. ფერადია, იასამნისფერი. იასამნისფერი და რაღაც მოხვეულია კიდე. კაქტუს? ხო, კაშნივით რაღაც პატარაზე ეს ყელზე. ყველა როგორ გვაცუცურაკებს და? ყინვისისა ეს ინსპირაცია შექმნილი. პიურეც ისეა, რომ გაყინულია და მიწა გაყინულია. მე სხვანაირად გავიგებ. პიურე და კაქტუსი, ეგრევე უდაბნოზე წავედი. კაი, კიდე რამე არის? კაქტუსი ესენისფერი არა, მოსხული. კაქტუსი არა, კაქტუსი არის ფერადი. და კაშნი აქვს წვრილი ესე მოხურული და პიურეში დევს. ეს პიურე არის ქოთანში და ქოთანი არის იასამნისფერი. ქოთანის იასამნისფერი. ხო, პლასმასის იასამნისფერი. ყველაფერს იასამნისფერს გააკეთებია. აზრი არ დევს ამ კომპოზიციაში? აზრი რა ვიპიო. აზრის გამოტანა თქვენზეა. ქოთანი, პიურე, კაქტუსი, იასამნისფერი, კაქტუსი, იასამნისფერი. კაქტუსი იასამნისფერიაო და არ არის. კაქტუსი არაა თქო იასამნისფერი, ქოთანია იასამნისფერი, კაქტუსია საქმეში შენმა ფერადი. მეწყვილემ თქვა რომ კაქტუსი იასამნისფერია. აი მან და ფერადია. ფერადია. ფერადი იასამნისფერი. შეგიძლიათ გადაახვიოთ ეს კადრები იწერს ხო კამერა. ჯერჯერობით ტყუილი მგონია. ბიჭო, ტყუილი არ უთქვამთ ჯერ რა. ერთი ნაძვის ხედა თქვეს. აზრი აზრს ყოველთვის დებენ. კი, ყოველთვის დებენ. წეგან YouTube-ზეც ანუ გადაწყვეტეთ რომ ტყუილი. კი, გადაგიწყდეთ. საბოლოო პასუხი გადავწყვეტეთ დაფიქსირეთ რომ გადამწყვეტი ტური იქნება ამ თამაშში. ტყუილი. კარგი, ლუკა, აჩვენენითი ნელა აიღე ოღონდ. ხო, პიურის გარეშე. მოგიტრიალეთ. პროცეს ფოტოებიც რო კარგად გამოსვეს. ფოტოებიც არის? არაფერი არის დო? ხო. პირველად დაფიქსირდა. არაფერი უნდა გვეთქვა. მე მეგონა იტყოდი რომ არაფერი არ დევსო, რატო დაიწყე ახსნა პირველმა თუ არაფერს არ ამბობდი. არაფერი არ დევს. გამოღებაზე რე ვიჩამიჩეს. კაი გააკეთე. ხო არა, ნივთი 100% მეგონა რომ იყო. ბოლო გადამწყვეტი ყუთი. გუგა არ ვიცი ეს უპირატესობაა ჩვენ ხსნით და უპირატესობაა თუ პირიქით. რთულია. ბევრად ჩადეა. ახსნა. სუბუქია. სუმბუქია? სუმბუქია. თორნიკი ძალიან ნერვი. იმიტომ რომ წინახელი რო წააგეთ მე მინდა რომ არაფერი ნამდვილად არ არის. ეს ყუთის ხმა. კი ბატონო. ნივთი გამოპატიმდა. დაიწყებ? შემილია. მე ვხედავ კომპოზიციას. კლავს სიფრთხეებზე, 2 კარტოფილი, 2 გადაჭრილი წინდა, თავზე ჩამოცმული, ეგრეთ წოდებული ბანდიტისებრად, თვალები ამოჭრილი, ვხედავ ამას. არიან სიმინდის ყანაში. ესეც ფოტოთი არის წარმოდგენილი, როგორც ის გზა იყო ვანდამზე.
კარტოფილებს აქვთ ფეხები გაკეთებული, ანუ დგანან და იპარავენ სიმინდებს სავარაუდოდ რადგან მე მგონია რომ ეგ ჩანაფიქრი უნდა იყოს ეს. ალბათ. რამე ხო არ უჭირავს კარტოფილი არა აქვს ხო? ხელები არა აქვს. ფეხები და თავი მარტო. თავტანი. თავტანი. თავტრაკია წესით, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში არა, თავტანი. არის ამერჯიშის კარტოფილები. და არის ზედაპირი, რომელიც არის ყანისებრი და მეორე კედელიც არის, ანუ სადაც სიმინდებია ამოყვავებული. მე რაღაც აზრი მაქვს უკვე და ფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე. რატო? რატომ? იმიტომ რომ თავიდანვე როგორც კი მიჩეხედე, ბევრი არც იგი ფიქრია. შეიძლება დაწერილიც კი არის. შეიძლება. შეიძლება, არა, გამორიცხული. არა, მე რაზე მივხვდი, იცი, მართლაც რომ ამბობდნენ, აი, ნასკი რო ახსენა რა, დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ნასკი მართლა არის იქ. რატომ? ფიგურირებს, დომინირებს იმ ნივთში არის ნასკი, რატომ? ზუსტად ისე უყურებდა ნასკს, როგორადაც უნდა შეხედო, ხო? ნასკს, რომელიც არ იცი როგორ ნასკის მდგომარეობაში. გამოხედვა არის ერთი და მარტო ეს ერთი ხზე რა ქონდა გუგას. მე მჯერა მოკლედ რომ ყველაზე მეტად არის ჯერათ აი ბანდიტი ამას. კარტოფილები. მაინც სიმართლე მგონია რა. სიმართლე გონია. აზრს ვერ ვიცვლი. არა მგონია რომ ჩვენ აზრი შეუცვალო და ეგ მოახერხეთ. სიმართლე. მაშინ დამსახურებული აპლოდისმენტები! ნული ლარი! დღეს ჩვენი სტუდიიდან კაპიკი არ გავა. ამას ვერ ვიფიქრებდი. ისე ახსნა საკაიფოდ კარტოფილებზე დამდგარი. ეხლა თორნიკემ გადარეკა არა, გუგამ ერთი იდეა მომაწოდა რა, რომ იმდენად კარგად ითამაშეს ბიჭებმა, რომ მოდიო 100 ლარი კი არა, 1000 ლარი მაინც ვაჩიქოთ ამ ახალგაზრდა წაგების და მიუხედავად პირველად თანგიმენის ისტორიაში, იმდენად სიმპათიებით და კარგად ვართ განწყობილი თქვენს მიმართ, რომ მაინც გვინდა რომ ჩვენი პატივისცემა ამით გამოვამჟღავნო და მაინც გადმოგცეთ 1000 ლარი. მადლობა ბეთქოებს ამბობს, კი. მადლობა წინასწარ ბეთქოებს, გაიხარეთ. კაი თამაში იყო ნახდა. წარმატებები ბიჭებო თქვენს საქმეში. წარმატებები ასევე და თქვენ. მადლობა ყველას მაყურებელს კარგად. გამოიწერეთ ჩვენი არხიც რა, ჩვენი არხიც რომ მიაწეროთ იქვე რა.